საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟაბშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი, თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესისთვის. ძვირფასო მაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ორთაბრძოლები ქართულ ტელესივრცეში, ქართულ კინოსივრცეში, ქართულ მედიაში. დღეს გადავწყვიტე მომეწვია სტუმრად თქვენთვის კარგად ცნობილი ზურაბ გაჩეჩილაძე, შონზო. გეტყვით რა კავშირი აქვს ჩვენ ზურას ორთაბრძოლებთან? დიდი მადლობა ზურა. და ზვიად ბლიაძე. გამარჯობა. ჩვენი ზვიო. რატო მოვიწვიეთ ზვიო? ზვიად. როგორ მოხდი ახლა მაგ კარატე მარატეში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორ მოხდი კარატე მარატეში და მე დავდიოდი კარატეზე ბავშვობაში, ეს იყო 10 წლები, ეგ ხო, აი კარატე რო აკრძალული იყო და რო დაუშვეს, გაიხსნა ხაშურში სექცია, კარატის სექცია. სენსეი ვაჟაცაბაძე იყო ჩემი სენსეი, შოტოკანი იყო, შოტოკანი კი ბატონო, 3 წელი ვარჯიშობდი სხვათაშორის. აბა ჩამოყალიბებული კარატისტი. 3 წელი ვარჯიშობდი, მეცაც გეტყვი, ჩემს მშობლიურ სკოლაში ოსიაურში წრეც კი გავხსენი კარატესი. სენსეი იყავი? კი, ვასწავლიდი. და 3 წლის განმავლობაში რაც ვისწავლე, 3 თვეში ვასწავლე ბავშვს. დაჩქარებული ნორჩი სამურაის კურსი. კი, 3 თვეში მოვჭი. ანუ ესე იგი ილონა დავიდოვა ყოფილხარ. ილონა დავიდოვა, ეგ ის არის. ცოცხალ კარატესთან ჩემი პირველი შეხება იყო დაახლოებით აი კი, ვაღიარებ. ცოცხალ კარატესთან. ბორჯომში პლატო ვიცით ხო ყველა? ბორჯომში ვარ პრაქტიკულად გაზრდილი და საფხული იყო, ჩამოსულია ბევრი ხალხი. ჩემი აცგანსვენებული ბავშვობის მეგობარი წამიყვანა, მაგან კარატეზე ვარჯიშობდა რა. ის ჩემზე რამდენიმე წელი დიდი იყო. და უკვე მოზარდი, უკვე წერს რო იპარსავს და მე კიდე ჯერ ბავშვი პატარა ვარ რა. ხო და აკრძალული არის, ჯერ დაშვებული არ არის. აკრძალული არის, წამიყვანა პლატოზე, აი ესეთ ადგილას სადღაც დავიმალე და ხალხი მოვიდა ერთი 20-25 კაცი, ბიძები. და რაღაცებს ვარჯიშობდნენ. ნუ ჩემთვის ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, ერთი ახტა, მეორე დახტა, მესამე რაღაცა და ეს ჩემი ძმაკაცი აქეთ გამოიხედებოდა ხოლმე ნიშნის მოგებით, რომ ახე რა ხალხში მაქვს საქმეო რა და ეს მთელი საათნახევარი, 2 საათი აქედან უყურებს. ის ხალხი ვინ იყო? არ ვიცი. შემდეგ როცა მეც უკვე ორთაბრძოლებში საკმაოდ ჩავერთე, დღემდე არ ვიცი ვინ არიან ის ხალხი და თუ უყურებთ ამ გადაცემას, პატივცემულებო, შეიძლება გიცნობთ კიდევაც, მაგრამ ვერ გიცანით, მაშინ ვერ აღიდგინეთ და გამომეხმაურეთ. კარატეზე რო ვარჯიშობდი, საერთოდ ეგ ხო ფილოსოფია მარტო ის ხო არ არის, ხო და თავდაბლობის და რა ხო მარტო ბაყაბუყი არ არის რა, თავდაბლობას სწავლობ და რაღაც ისეთი უნდა იყო და. ხო და მასწავლებელი გვესპარინგებოდა ხოლმე რა.
როგორც ისე აი უკონტაქტო მართლა ვუკო ქვია მე მგონი თვალწები რაღაც ეგ ვეკაო ქვია ეხლა ხო კი ბატონო რაღაც უკონტაქტო ესე და რაღაც მომენტში ჩავთვალე რომ შემეძლო რომ გამეტარებინა ანუ უფრო ისე შეუტიე როგორც არ შევოდით ხოლმე როგორც წესი რა და იგრძნო ეს რა მასწავლებელმა და უცებ რაღაც ისეთი გამიკეთა და ყოველთვის ზომავდა ახლა ვინც ვარჯიშობს იცის რომ შეგიძლია დააფიქსირო ხელი ისე რომ არ დაარტყა ადამიანს რა და ამან დამარტყა სპეციალურად რომ ესწავლა ჭკუა რა აი ეგრე დაგიკუპრება პირი მე კუპრა პირი შენ რო გაუთავობდი დაგიბრუნდა კი დამატორუზე ცხვის ჩამარტყა სისხლი წავომივიდა და მიყურებდა ეს რა ხომ მიხვდიო კი მე ხო და ძალიან აბრალებენ ამ ორთაბრძოლების სპორტულ სახეობებს იმას რომ ტრამვიანი სპორტიაო და ტრამვიანი არის ყველა სპორტი თუ არასწორად რა თქმა უნდა არასწორად ასწავლი და არასწორად იგებ იმას რასაც გასწავლია რა თქმა უნდა არის მუშა ტრამვები ესე თქვა დაგეგმილი ახლა ესენი დაგებეჟება წვივები რაღაც მუშტი არის დაუგეგმავი ტრამვები კი ბატონო ყველაფერი ხდება სულ დაბურჯებული დავდიოდი რასამ ხო იცი კარატეს რო დავანებე თავი და რაღაც რო შევეშვი ერთ-ერთი მიზეზი ნუ ისეთ ხუმრობით გამართლებელი მიზეზი იყო ეგეთი რომ მეთქე ერისთვის სწავლობ კარატეს რისთვის სწავლობ რა იმისთვის რომ ნუ ერთი რო ჯანსაღად იყო ეგ არის რა თქმა უნდა თავარი მაგრამ მეორე რომ რაღაც ჭუბი რომ მოგივიდეს სადმე რეალობაში ნაცემი არ გამოხვიდე ხო ხო და გავი ვიცი ახლა რაც მე ვარჯიშობდი რაღაც ჭუბი იმის მერე რა ერთხელ მომივიდა ისიც აი რაღაც დებილობა ბაყაბუყი 6 კაცი რო დაგეცევა რა ეგ იყო სულ ჩემი ჭუბი რეალური ჭუბი რა ხო და მე რო დავფიქრდი ბიჭო აგერ უკვე გავიდა 10 წელი ვფიქრობ რა რაც დავდივარ კარატეზე ვარჯიშობ ეს და საერთოდ არაფერი ჭუბი არ მომცვლია არა და ყოველდღე ნაცემი რო ვარჯიშობ ყოველდღე დალურჯებული ხარ ვარჯიშობ იმისთვის რომ არ იყო ნაცემი და ყოველდღე ნაცემი რადიხარ დალურჯებული მაგაზე ერთი კაი ანეკდოტი გამახსენდა რაკენიო რო აპირებდიო დაიწყე ო ისე კარატეზე შეხვედიო სექციაშიო არა ძმაო არა უბანში ისედაც ბევრს მიბაყუნებენ და კიდე კარატეზე და დაახლოებით ეგ ლოგიკა გივათ თემა არის მართალი თქვა ზუიო გარჩეული მაქვს ეგ თავში არ მივლია არასოდეს ორთაბრძოლების ჭიდაობაზე ვიარ ცოტა ხანი რომ არის სულის გონების და ფიზიკური სხეულის ერთიანობის თემა და ჰარმონიულობის თემა რა ანუ ვიღაცას გონია რომ მარტო ბაყაბუყი არის მართლა და რა თქმა უნდა გონების სავარჯიშოც არის ორთაბრძოლა და რა თქმა უნდა სულის და სულიერებისას და ანუ სისავსის შეგრძნება არის თუ სწორად მიყვები და არა მარტო ვარჯიშადად ხარ, არამედ ლიტერატურასაც ეცნობი და კარგად უსმენს ეს. პირველად ბატონი დავით კვაჭაძე გამოჩნდა მხატვრულ ფილმში. ფილმს ერქვა ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი. პატარა ნოველები იყო და ერთ-ერთი ნოველა იყო გოგონა და ჯარისკაცი. აი ამ ნოველაში როლი მისცეს ბატონ დავით კვაჭაძეს. ბატონი დავით კვაჭაძე ამ ფილმში გადაიღეს ჯერ ერთი იმიტომ რომ მოკრივეზე იყო ეს ფილმი და ბატონი დავითი ბანკდროისთვის უკვე საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ასე თუ ისე მოკრივე იყო, ევროპის ჩემპიონი ჯერ არ იყო. და გადაიღეს ამ ფილმში და შემდეგ როცა მან კიდე მოუმატა იქ საკავშირო პირველობები და ბოლოს ევროპის ჩემპიონი გახდა ხალხმა მერე გაიხსენა ეს ის მსახიობი არ არისო გოგონა და ჯარისკაცი რო და ის რაც შენ აღნიშნე რომ ჰარმონიულად განვითარებული და ყველაფერი შემეცნება და ასე შემდეგ ერთ-ერთი მაგის გამოხატულება დავით კვაჭაძე არის ფოტოხელოვნებით არის ახლა გატაცებული გამოფენებიც კი აქვს მოწყობილი გვინახავს ძალიან კაი ნამუშევრები აქვს და ძალიან საინტერესო შინაარსიდებს იმ ნამუშევრებში, მაგაზე ცალკე გადაცემის გაკეთებასაც კი ვაპირებ. შემდეგი ქართულ ტელესივრცეში პროფესიონალი სპორტსმენი ვინც გამოჩნდა, მე როგორც მახსოვს, იყო ბატონი ლევან თედიაშვილი. ბიჭებო, აი თქვენი როგორც მაყურებლების შეფასება მინდა, ეხა როგორ აფასებთ ამ ჭიდაობას?
მე ჩემსაც ვიტყვი, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. ჭიდაობაში სიმართლე გითხრა ვერ გვევი ისე. მე მგონია რომ შესაძლებელი გახდა რა. მგონია რომ ქორეოგრაფია უფრო მეტია ვიდრე რეალური ჭიდაობა. კი, პირველად რო უყურე მაქფის რუსთაველის კინოში უყურე, რომელ კლასში ვიყავი და ახლა უყურებ და ლევან თედიაშვილია რა, კიჩო ხაშია, ხო იცი ლევან თედიაშვილია და ეხლა მაგის ჭიდაობა ნანახი გაქვს სპორტულად ხო როგორც ბოლო ლევან თედიაშვილია და მეთქი ახლა დაჭმუჭნის, მაგრამ სცენარში ეგრე არ ყოფილა. ანუ ქორეოგრაფიის ელემენტებია უფრო. კი. ხო, ნუ ნამდვილი ჭიდაობა რო არ არის, ეგ ცალსახად. ნამდვილი ჭიდაობა მე მგონი იქ არის ბაშიაჩუქში. მე როგორც ასე თუ ისე გათვითცნობიერებული ორთაბრძოლებში, მე აი ამ გდებას, ფეხში შესვლას. ვაფასებ რავი, ადვილად რო უთხრა მაყურებელს, იპონი არის რა. პროფესიონალურ დონეზე კი, და მე მეორე კისრულიც კარგი იყო რა. ორივე ქართული ჭიდაობის ელემენტი გამოყენება. კარგი იყო რა, კარგი იყო. კარატე არაფერი არ იყო, მაგდროს იყო სამბო. საბრძოლო სამბო. ანუ თავდაცვის ტექნიკა მოიგო რუსულია აბსოლუტურად. სამააბარონა ხო? არა, მარტო რუსული არ არის. საბჭოთა არის, მასში სამბოში ძალიან ბევრი ileti შესული არის ქართული ჭიდაობიდან, ასევე სხვა ეროვნული ჭიდაობები. ნუ, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირამდე არ იყო, საბჭოთა კავშირის დროს მოიგონეს, ხო, ექსპორტი. კი, საბჭოთა კავშირის მანამდე მეფის რუსეთში არ იქნება. არა, ხო. თვითონ მაგ სამბოს ფუძემდებელი ვინც იყო ხარლამპიევი, სტუდენტი იყო ტოკიოში, სწავლობდა. პარალელურად ვარჯიშობდა იქაურ ჯიუ-ჯიტსუს. შემდეგ რო დაბრუნდა საბჭოთა კავშირში, რაღაცეები შემატა. ეს მახჩობელა საბმიშენები და ყველაფერი. მათ შორის ქართული ჭიდაობის ძალიან ბევრი ელემენტი. სოსო მე ვიცი რომ აი დივერსანტებს რომ ამზადებენ, იმათ კიდე ცალკე სხვა სისტემით და სხვა წესით ამზადებენ. ანუ დივერსანტების ორთაბრძოლა სამბოსგან კიდე უფრო განსხვავებულია და უფრო მძის არის. ცაფრია და ზურა რა შეეცაქმე ხა მე რო ეგ მოგიყვე. ხო. აქ უნდა დარჩეს. არა, არის ბალიში და ნოკაუტი. ნუ ძირითადად როგორა სპეცდანიშნულების რაზმებში ამზადებენ როგორ მაყურებლისათვის ძალიან მარტივად ვიტყვი, ადვილად გასაგები რო იყოს, აი ის ყველაფერი, რაც თქვა ჩვენთან MMA-ში, kickboxing-ში, კრივში თუ რაღაც ესეთ კონტაქტურ სახეობებში, იგივე სამბოში და ძიუდოში რაც აკრძალულია, თქვა და იგივე ყელში დარტყმა, ხერხემალში, საზარდულში და რაღაც თითების მტრევა და ასე შემდეგ. აი მაგაზე ავარჯიშებენ სპეცებს. ანუ სწრაფი შედეგი რომ მიიღო. ხო, ანუ უცებ რო გამოიყვანო მწყობრიდან თუ ვინმე შეგხვდა რა. ხო, ეს ხო აი წესების დაცვა და მწყობრიდან გამოყვანა და დასახიჩრება. და ახლა საქართველოში სხვადასხვა კუთხეში ყველას თავისებური ისე რომელი მხარე ითვლება საიდანაც წამოვიდა ნებისმიერი ყველა თის მხარე ხო ყველა არა ყველა კუთხეს თავისებური ჭიდაობა აქვს თავისებური ხმალაობა თავისებური ჯირითი ყველას თავისებურია კუთხეს და ყველა სოფელსაც კი კი ბატონო ეს კეჭნაურის ისტორია რა მაგარია იმაში თეთრ საყელოში ჯავახიშვილის რომ წესი რო არის რომ უნდა თავი მოაწონო, იმით რომ ეკეჭნაო ვიღაცას რა, რომ გოგომ დაგაფასოს, როგორ მოითმე, რომ გაიკაწრები და მთელი ფილოსოფია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგრამ ვიდეოები ნაკლებად ქართულია. და მაგ ვიდეოში, ფილმებში ძალიან მწირედ არის ეგეთ რაღაცები. თეატრებშიც იყო, სხირტლაძე იყო ერთი სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ თეატრალურში, ვინც ასწავლიდა ფარიკაობა, ჩხუბს, ანუ სპეციალური კურსები არის ახლაც არის, ხო, არტისტი. როგორც ხელზე ჯირით. კი, არის ეგ სკოლა, მაგრამ ანუ რაღაცა ისეთი კადრები არ გვახსოვს მაინცა და მაინც ძალიან დასამახსოვრებელი, როგორც ფილმებშია ხოლმე. მე განახებთ ერთ კადრს, სადაც პროფესიონალი მოჭიდავე, წინასწარ გვარს არ ვიძახი.
ეჭიდავება მსახიობს. ხო. კი ბატონო. აი ეს არის ნამდვილი კარგი გდებები გაუკეთა კაცი ოლიმპიური ჩემპიონია. ბოლო და გივი სიხარულიძეც შემიძლია შევაფასო რომ კარგად გადაყვა რა, ანუ გიგაც მოსეკვალიფიკაცია რა. უცოდინარი ვისე გადაყვება რომ შეიძლება ბეჭი ამოიგდოს, ხო და ახლა რა ვარია გობეჯიშვილი გდებას რო გიკეთებს. ალბათ წინასწარ რეპეტიცია გაიარეს რომ გივი საქებარად მინდა ვთქვა რომ კარგად აყვა, კარგი. ყველაფერს თავი დავანებოთ ხანჯლური გვაქვს ცეკვა და ხანჯლურია. ცეკვა რა ჩხუბია ფაქტიურად ხო აბარა. ეს გივის მერე ეგ ამბავი ეს მასტერკლასი გამოადგა უძინართამზეში. ანუ აქ უბრალოდ ცოტა უფრო გუჩური ჩხუბის ელემენტებია. კაია. ორთაბრძოლების არაფერი არ არის აქ, მაგრამ გივის სიხარულიძის შემართება არის ძალიან მაგარი. მოხდა მუცელში, მაგრამ აიც არ ნებდება აგრძელებს. ძალიან მაგარია და სხვათა შორის თუ ვისაუბრეთ აი ამ ჭიდაობებისა და ჩხუბების დადგმის ხარისხზე ხო უძინართამზეში ძალიან მომეწონა ერთი ეპიზოდი ეს ყოფილი სიმამრი რომ სასიძოს რო გაალახინე მე როგორც პროფესიონალი რავი ხუთბალიანი სისტემით ხუთიანი პლუსით ძალიან კარგად ჩხუბობს რა ძალიან კარგად ეს არის ნამდვილი ჩხუბია ესე მგონია რომ მართლაც ხო ანუ არა გაქვს ეს იმის შეგრძნება რომ ეს დადგმულია და რაღაცა მაგაზე გამახსენდა აი მართლა როგორც გონია რომ ალალათი ჩხუბეს იმაში ბეღურების გადაფრენაში გუჯაფორტო კარგია ეგეც კი ბეღურების გადაფრენაზე აი ამ ცნობილ ჩხუბზე მე ვერთობი ხოლმე რაღაც ვიდეოების აწყობით და მე მაქვს გახმოვანებული დარტყმები და ისე არა როგორც კომენტატორს ხო როგორც კომენტატორს სერიოზულად ვარ ეს დაარტყა ჩემს მოგზაურებულ არც ვიტყვი რომ ქართულ კინემატოგრაფში ამაზე ხარისხიანი ჩხუბი არ მაქვს ნახი. აი როგორც ის ემოცია რაც უნდა ჩხუბის დროს შენ მაყურებელმა იგრძნო ამაზე მეტად არ მაშინ პატარა დავამატებ მაგაზე ხარისხიანი ემოციებით რა თქმა უნდა ტექნიკურად არა ეხლა ტექნიკურად ვერც გავარჩევ ეხლა პროფესიონალი აგზი ხარ შენ ტექნიკურად უძინართამზე სასიძოს წემა კი ბატონო კი და იდეაში ერთიც და მეორეც რომ ერთმანეთთან იდეალურად იყოს დაკავშირებული ეგეთი მე მგონი უნდა გადავიღოთ აწი ემოციური დგენელიც რო კონდეს და თან კარგად შესრულებული ჩხუბის სცენაც სამაგერო ჩვენი ბიჭები მოღვაწეობენ კარგად ჰოლივუდში აი ის რო იყო კინგსმენში ხო ქართველები იყვნენ იქ ცეკვის დროს ის რასპუტინი რო ცეკვავს და ჩხუბობს და ეგ ჩვენი მძინარაშვილი თუ არ ვწდები კი და ცალკე ინტერვიუ ვნახე ხო ჯეკი ჩანის კასკადიორთა ჯგუფშიც კი არის ქართველი კი ბატონო კი ერთ დღეს ალბათ ეს ადამიანები რომლებმაც ეს საქმე როგორ გამოჩნდეს კარგად ჩხუბი კინოთეატრში და როგორ გადავიდეს ცალკე ხელოვნებაა ხო ეგ უნდა მაგაზე ვლაპარაკობ ნამდვილ ჩხუბზე და გაერთიანდეს და რამე ეგეთი გადავიღოთ იმიტომ რომ მაი თუნდაც ხრიდოლზე მისი წარმოშობის ისტორიაზე საიდან დოკუმენტური ფილმის გადაღება თუ არა და კარგია მაგრამ ხატრული თავისი მუღამია ხო ხდება რეფერენსად რა ვიღოთ ნებისმიერი აი შაოლინის ისტორია ბერების სადღაც მთაში და ანუ მე მგონია რომ 100%-ით ეს არის სასულიერო პირობის მოგონილი ომი იმიტომ რომ ეხლა ცნობილი ფაქტია რომ დიდგორის ბრძოლის დროს ეს არა ქვია დავით აღმაშენებლის სანამ ბრძოლა დაიწყებოდა ბერები წავიდნენ როგორც თითქოს ესპანი რო დაზავებისთვის და იქიდან იმათ ეგონათ რომ აუ ესენი მოვიდნენ ახ კაპიტულაციისთვის რაღაცა მეფის ხვალგადმოქცევა რაღაცა და შევიდნენ და ეს ანაფორები გაიძრეს და წავიდა შიგნიდან მუშაობა მე ჩემ აზრს გეტყვი ბერების შესახებ საერთოდ როდესაც ადამიანი მოწყვეტილი არის ყოფიერებას და არის ასკეტი ნებისმიერ საქმეს
ნებისმიერს თუ არა ძალიან ბევრს, რასაც მოინდომებს, გააკეთებს ხარისხიანად. იდეალურად, იმიტომ რომ სხვა პრობლემებს რო ხარ მოწყვეტილი თუ სხვა ცდუნებებს თუნდაც და თქვათ, ასკეტად ხარ და გინდა რაღაცა ორთაბრძოლის გავითარება, ძალიან მაგრა განავითარებ მაგას, იმიტომ რომ მარტო მაგას გააკეთებ, ასევე ბერები მშვენიერ ლუც ხარშავენ. ყველაზე კარგ თაფს უშვებენ. ანუ, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას მოწყვეტილი ხარ და მით უმეტეს მთაში ხარ, და კონცენტრირებული ხარ მარტო. კონცენტრირებული ხარ აი რაღაც კონკრეტულ საკითხზე. არა გასაკვირი რომ ბერები კარგად ჩხუბობენ. აგერ ჩვენი სახელოვანი წინაპრები ბერები ძალიან მაგრა ხმალაობდნენ და ჩხუბობდნენ კიდევაც და ჭიდაობდნენ და ძალიან კარგ ღვინოსაც აკეთებენ და თაფლსაც და ლუცსაც ეგ ჩემი ახსნა ეგ განათლების გამავრცელებლებიც იდეალურები. დიახ. ეხლა ისაც ესპარინგები. ჩამჭრელი კითხვა უნდა დაგისვათ ორივეს რა. აბა რიგრიგობით ზვიო ბოქსიორი მოერევა თუ სამბისტი? მე რაში ეგ ხო იცი როგორ რაღაცა. რა შემთხვევაში. ეგ ხო იცი, ჭუბი ძალიან ხშირად არის დამოკიდებული იმ მომენტში შეიძლება ისეთვა გადამწყვეტმა ფაქტორმა იმუშაოს, რომ წინასწარ ვერ გათვალო, მაგრამ როგორც წესი მე ვთვლი, რომ მოჭიდავეები უფრო ძლიერი მოჭხრები არიან, ვიდრე მოკრივე და ნუ კარატისტი ხო მით უმეტეს. კარგი. ზურა ბოქსიორი მოერევა თუ სამბისტი? ხო, დავეთანხმებ ზიოს ფაქტორების გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ ეგ თემა. დისტანციაზე რა თქმა უნდა მოკრივე თუ კლასიკური მოკრივის ტანი აქვს და გრძელი ხელები აქვს, სანამ ახლოს მოვა მოწინააღმდეგე, დისტანციაზე ამისი დარტყმა არის უფრო ეფექტური, მაგრამ თუ დისტანცია დაირღვა, ანძილი დაახლოვდა, შანსი არ აქვს, იმიტომ რომ მოკრივე არის ხელები. და სამბისტი არის ყველა კიდური და პლუს კიდე თუ ის დიორსანტად არის აღზრდილი, შეიძლება რაღაც ერთი ძარუზე მოკიდოს ხელი და ისე მოუგოს. სანამ ეს როგორც იმ ფილმში, რა ქვია, პასპორტში. კი ბატონო. ნახოთ ეგ მომენტი. გუს. Кто этот გუს? ვინ არის ეს ბატი? ასე თუ ისე ნაწილობრივ ქართული ფილმი. ჯიგარხანია. მოდით ახლა აი ამ ჩამჭრელ კითხვაზე პასუხი ვნახოთ. ფრაზა კინოფილმიდან მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ. ხომ შეიძლება ბოქსერს და სამბის რაიმერზე ჭუბი მოვიდეთ. თქვათ გოგოს გულისათვის. თქვენი აზრით ვინეს მოერევა? ქუჩურ ჭუბს მოკრივე არ იკადრებს. ეს ხულიგნების საქმეა. ანუ ტყუილად ისაუბრეთ ამდენი. გადაცემის დასკვნა შეჯამება ის იქნება, რომ ივარჯიშეთ ორთაბრძოლები ყველამ. აუცილებელი არ არის ყველა გახდეს სოფლიო ჩემპიონი, სასურველია. ივარჯიშეთ ძლიერ სხეულში ძლიერი სულია. კი გენაც. ყველაზე კარგი დევიზი დედამიწა. ების ყოფას მაინც გამოიმუშავებს, ხო თუ არა? შევხვდებით ერთი კვირის შემდეგ. საუკეთესო ლუდის მაღაზიათა ქსელი აბა დამასწავლებელი. ვაჟა-ფშაველას 23 ნომერში გაიხსნა ჩვენი მე-10 ფილიალი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 25 სახეობის ლუდი. მართვის სისტემა სუპერმარკეტებისთვის. უსაზღვრო კასტომიზაცია და სრული ინტეგრაცია. მეგაპლუსი თანამედროვე სისტემა შენი ბიზნესში.